ზეწოლა სამოქალაქო აქტივისტებზე და აზრის გამოხატვის შეზღუდვის ფაქტები ხელისუფლების მხრიდან. მცხეთაში აქტივისტები ქალაქის მერიიდან ზეწოლაზე და აკრძალვებზე საუბრობენ. ნენე მარიამიძე მცხეთაში კორუფციულ ფაქტებსა და ქალაქის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე რეგულარულად იღებს ვიდეოებს, რომლებსაც სოციალურ ქსელში Facebook გვერდზე განავითარა მცხეთა აქვეყნებდა. რის შემდეგაც გვერდის ადმინისტრატორი დაუკავშირდა და მერიის მოქმედი თანამშრომლების დავალებით მსგავსი პოსტების გამოქვეყნება აკრძალა. ამ უშედეგო მცდელობის შემდეგ მერიამ ზეწოლა უკვე სხვა ფორმით განაგრძო. მე ვიღებ ვიდეოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის პრობლემებთან დაკავშირებით, რასაც როგორც საკუთარ Facebook გვერდზე, ასევე Facebook ჯგუფში განავითარა მცხეთაშიც ვაზიარებ. ამ ჯგუფის ადმინს დღეს ავიწროვებენ და ეუბნებიან, რომ ეს პრობლემატური ვიდეოები არ უნდა გააზიაროს ამ Facebook ჯგუფში. ეს Facebook ჯგუფი არის საჯარო და ყველას აქვს უფლება განათავსოს თავისი პრობლემა. მცხეთის მერიას უნდა რომ თავის მარწუხებში მოგვაქციოს მხოლოდ ვაზიაროთ ის, რასაც ვითომ აკეთებენ. ვაჩვენოთ ხალხს, რომ ვინახეთ როგორი პეპლები და ყვავილები მოგვს ჩვენ აქ, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი ასე არ არის. ხუნდაძის ასე ვთქვათ ნეპოტისტური კლანი არის მცხეთაში გამეფებული, ანუ ყველა საკვანძო თანამდებობაზე და არასაკვანძო თანამდებობაზე არიან ხუნდაძის ასე ვთქვათ ხელდასმით დანიშნული ადამიანები და შესაბამისად ვერ იტანენ კრიტიკას და ეს ადამიანი ნესტან მარიამიძე, რომელიც გამოჩნდა მცხეთაში, რომელიც საკმაოდ პრინციპული ადამიანია, აკრიტიკებს ამ ხალხს, აჩვენებს თუ მცხეთაში რა პრობლემებია, აქვს მოსახლეობის ძალიან დიდი მხარდაჭერა და ხო, რა თქმა უნდა, ვერ აიტანა. ყველა არის ჩართული, რომ ეს სივრცეც დახურონ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დახურავენ Facebook-ს, ქართული ოცნება ვერ მოერევა და ვერ მოერევა ვერც იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ კარგ საქართველოში ცხოვრება.